თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. რუბრიკაში ჩემი საქმე ვსაუბრობთ პროფესიებზე, პროფესიულ არჩევანზე, გამოცდილებებზე, წარმატებებზე და გამოწვევებზე. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ჩემი საქმე, მე კი მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმრები გახლავან კლაუჭედის სპორტის წარმომადგენლები, ერთ-ერთი არის ლუკა ხითარიშვილი, რომელიც არის მსოფლიო ჩემპიონი და ის არის ადამიანი, რომელმაც როგორც თავის ოჯახს, ასევე რეგიონს და ქვეყანას წარმატება მოუტანა და მისი მწვრთნელი გაგა გელაშვილი. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ საკმაოდ საინტერესო საკითხებზე, მის გზაზე, როგორ განულო სპორტიდან ამ სფეროში თავისი კარიერა და გახდა დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონი და ასევე მისი მწვრთნელი გაგა გელაშვილიც გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას. მოგესალმებით და მადლობა, რომ ჩემი გადაცემის სტუმრები ხართ. მადლობა, მოგესალმებით ჩვენც. გაგა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთ ახალ და საინტერესო თაობა ეზრდით და შესაბამისად ასეთი კარგი წარმატებები აქვს და ჩემთვის დიდი აღმოჩენაა სწორედ ლუკას წარმატება, რომელიც ერთგვარად რეგიონის წარმატებაც არის და თავდაპირველად ლუკას ვკითხავ, ზოგადად რომ გაგვეცნოთ, ლუკა, თავი რომ წარმოგვიდგინოთ, სადაც სწავლობ და როგორია, ასე ვთქვათ, შენი გზა ყოველდღიური ცხოვრებიდან სპორტში მოხვედრამდე. გამარჯობათ, მე ვარ ლუკა ხითარიშვილი, 15 წლის, მე-10 კლასში ვსწავლე. ამ სპორტში დაინტერესება იყო შარშანდელი წლის გაზაფხულზე, როცა გაგამ ჩაატარა შეჯიბრი, სადაც მივიღე მონაწილეობა და მეორე ადგილზე გავადი. რამაც მოუცა მე мотивация, რომ გამაგრძელებინა ეს სპორტი და ყოფილიყავი ძლიერი და საკმაოდ საინტერესო, რომ ასეთ პატარა ასაკში გადაწყვეტა სპორტში მოხვედრა. შენ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდნენ შენი ოჯახის წევრები და შენი ახლობლები? იყო ის მომენტი, როდესაც არ უნდათ რაღაც ხრივ, იმიტომ რომ მოიცავს დიდ რისკებს, ტრამვებს, მაგრამ ერთ წარმატება მე შეცვალა უფრო. ეს ერთი წარმატება იყო შენთვის მთავარი мотивация იმისთვის, რომ ამ სპორტში გაგეგრძელებინა მოღვაწეობა. გაგას უკითხავ შენ მწვრთნელს, თქვენი პირველი შეხვედრა რომ გაიხსენოთ, როგორი იყო და დაინახეთ თუ არა სწორედ ის პოტენციალი, რომ დღეს ის უკვე მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა. მინდა პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ თქვენ აქ მოწვევისათვის. და რაც შეეხება ჩვენს პირველ შეხვედრას, ეს იყო დღეს ზუსტად როგორც ლუკამ აღნიშნა, წინა გასულ წელს სკოლებში შეჯიბრი ჩავატარე. და ვახდენდი ახალგაზრდების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა თაობის შერჩევას, რომ მომავალში უკეთესი შედეგები მოედანა ჩვენი რეგიონისათვის. შესაბამისად, ლუკა იყო ვალიდან ჩამოსული, როგორც ვალის პირველი საჯარო სკოლა, ხო? პირველი საჯარო სკოლიდან იყო ჩამოსული, მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება მოლოდინებს, უშუალოდ მოლოდინებს რო გითხრა საერთოდ არავის არ ამყარებს წინასწარ, რომ აი ეს გახდება მსოფლიო ჩემპიონი და ასე შემდეგ. ყველა ადამიანი, როდესაც მოდის დარბაზში და იწყებს ყველაფერი, სუსტად მაშინ ვლინდება ადამიანში. აი ეს რო შეხედა, აი იცი რა შეაში მსოფლიო ჩემპიონი არსებობს, ცოტა ესე უყურებს სკეპტიკურად თუნდაც. მირჩევნია დავინახო იმ ადამიანში, იმიტომ რომ შეიძლება ქონდეს მართლა სერიოზული მონაცემი ადამიანს, მაგრამ არ იყოს შრომის მოყვარე, პასუხისმგებელი და ძალიან ბევრ რამემ შეუშალოს ხელი. ხო, გაგა, იმისთვის რომ ჩვენი მსმენელებისთვის და მაყურებლისთვის უფრო თვალსაჩინო გავხადოთ, რაზეც ვსაუბრობთ, ზოგადად რომ გაგვიზიაროთ, რა სპორტია, რას მოიცავს და ჩვენს რეგიონში დღესდღეობით რა შესაძლებლობები არსებობს ამ მიმართულებით. კი ბატონო, საერთოდ კლაუჭიდი ახალციხეში და საერთოდ საქართველოს მასშტაბით დიდი ხნის 1990-იანებშიც კი უკვე არსებობდა საკმაოდ კარგად და პერსპექტიულად, მაგრამ ახალციხეში ეს გუნდი უშუალოდ 2020 წელს ჩამოყალიბდა, რომელიც დაავარსე ახალციხის მუნიციპალიტეტ მერიასთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობთან ერთად. ჩამოაყალიბე, მაშინ დაახლოებით 10 ახალგაზრდა ვარჯიშობდა, მოგვიანებით მე რა თქმა უნდა მიღწევები რომ დაინახეს, მეტი საზოგადოება დავაინტერესე ბავშვებთან და უკვე ფართო ხასიათი მეეცა ამ ყველაფერს რა და ეს მიყვებოდა ეტაპობრივად რა და დღეს უკვე მეტად წარმოჩენილები ვართ ახალციხეში, ასე თუ ისე გვიცნობენ უკვე ყველა, იმიტომ რომ ახალციხის პირველი კლუბია და ალბათ პირველი არა, თელს ახალციხეში სამცხე-ჯავახეთში არის, რომელსაც უკვე ჰყავს მსოფლიო ჩემპიონი. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ჩავატარეთ შეხვედრა, სადაც ჰქონდა ჩვენი მკლავჭედის გუნდის პრეზენტაცია და ასევე იმ მსოფლიო ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის დაჯილდოება, რომელმაც სულ რამოდენიმე დღის წინ მოგვიტანა მთლიან მესხეთს მსოფლიო ჩემპიონობა და გამარჯვება თავისთავად. აქ წარმოადგინეთ, რა თქმა უნდა, როგორც მსოფლიო ჩემპიონები, ასევე ის განვლილი გზა, რომელიც აქამდე გავიარეთ 2020 წლიდან 2025 წლის ჩათვლით. დღეს მონაცემებით ჩვენს გუნდის სახელზეა საქართველოს 7 წლის ჩემპიონები ყავს, ვიცე-ჩემპიონები ყავს, ევროპის თასის ჩემპიონი, შვეიცარიის ჩემპიონი ყავს, მსოფლიო ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ყავს, ასევე ჩვენს გუნდს. ძალიან კარგი. გადავართ ჩვენ სპორტსმენთან, ჩვენს წარმატებულ ჩემპიონთან. შამშენი პირველი შეჯიბრი ახსენე, რომელიც გასულ წელს ჰქონდა და ადგილობრივ დონეზე საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა. აი ეს გზა რო გაიხსენო, მანამდე თუ გქონდა თუნდაც ადგილობრივ დონეზე, შენ სკოლაში, შენს ქალაქში, შესაძლებელობა რომ გევარჯიშო თუ ანუ როგორ მოხდა ეს შენი წარმატება? ეს ვარჯიშის თემა ძალიან რთული იყო მაგ დროს, იმიტომ რომ არ მქონდა ელემენტარული ტექნიკა, რომ მევარჯიშა თუნდაც არ ვიცოდი ვარჯიში როგორ უნდა მევარჯიშა. სახლის პირობებში რაც შემეძლო, იმას ვაკეთებდი. ანუ შენ ფაქტობრივად მანამდეც გქონდა ინტერესი ამ სფეროსთან დაკავშირებით. ანუ ჩემ თავში ხედავდი, რომ რაღაც შემეძლო ამ სპორტში და შემდეგ დავინტერესდი, უფრო კარგად ჩავაცი ამ სპორტს. კი ბატონო. და შემდგომში უკვე როგორ განვითარდა შენი, ასე ვთქვათ, კარიერული წინსვლა, მას შემდგომ, რაც ამ სპორტს დაუკავშირე საკუთარი თავი და დღესდღეობით უკვე ხარ ახალციხეში ერთ-ერთი წარმატებული და მსოფლიოს მასშტაბით. მას შემდეგ გუნდელების და გაგას დახმარებით უფრო და უფრო ვითარდებოდი. შემდეგ იყო საქართველოს ჩემპიონატი, სადაც მოვიპოვე პირველი ადგილი და ნელა მიუყვებოდი გზას გამარჯვებისკენ. ყველაზე დიდი დაბრკოლება რა გქონდა? აი ამ გზაზე. ყველაზე დიდი დაბრკოლება ალბათ იყო ვარჯიშებზე. ხშირად ხდებოდა ისე, რომ ვალიდან მოგეხსენებათ რთულია მგზავრობა ამ ხილა გზაზე და გზის ამბავი იყო რთული, რომ მგზავრობონა. არ იყო ხანდახან ტრანსპორტი და მაინც ვცდილობდი ხოლმე, რომ არ გამიცდინა ვარჯიშები. რამდენად რთული იყო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება? და იყო თუ არა შენი პირველი გამარჯვების შემდგომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ აი ამისთვის უნდა გებრძოლა? ეს გზა ძალიან რთული იყო. ხშირად იყო ისეთი მომენტები, რაც ვახსენე, რომ ვარჯიში ვერ მიხერხდებოდა, მაგრამ თავს არ ვზრუნავდი და მაინც ვარჯიშობდი ხოლმე, არ ვაცდენდი ვარჯიშებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი იყო ჩემი და დიდი შრომით და თავდაზოგავებით მივაღწია ამ მიზანს. რა ემოცია და გეოფლა, როდესაც გამოგაცხადეს, რომ ხარ მსოფლიო ჩემპიონი? Got to get hand control, maybe change his style just a little bit in order to help him keep his elbow down on the pad. You see the second referee. Oh, look at, he's got full hand control. Referees are calling a foul in the losing position. I'm not sure if it was an elbow foul or intentional slip, but it was a losing position. That means that Georgia got it back. როდესაც გამოცხადი მსოფლიო ჩემპიონატ, ეგ მომენტი სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიხარულის ქვეშ ვიყავი და ემოციის ქვეშ ვიყავი. როგორ იყო მწვრთნელის ემოცია ამ დროს? მომენტი, როდესაც საჭეზე ვიყავი, მაშინ ეგ მომასწარი რომ მოსულიყავი და ლამის ორია გავაკეთე გზაში სიხარულისგან, ლამის საჭე მოგვიჯე პირველ რიგში. ხო და იმ სიტყვას ვერასდროს ვერ წავშლი საკუთარი ცხოვრებიდან და ალბათ თითოეული ადამიანი, ვინც მაშინ ლუკას ბალეშიკოვდა და უყურებდა ზუსტად იმ ლაივს, რომელიც გადაიდა მაგ მომენტში, სიტყვები from Georgia, Luka Khitariashvili, winner, world champion. ეს იყო საოცარი სიტყვები. უბრალოდ ლუკა ისეთ მომენტში იყო რა, მოწინააღმდეგე მოგეხსენებათ ყავდა ყაზახეთიდან და ისეთ სიტუაციაში იყო, ისეთი დაძაბული იყო ლუკა და ისეთი თავდაჯერებული იყო, მაგრამ მომენტალურად იმ ადამიანს რომ მოუგო, ვერ წარმოიდგენდა, რომ
ეს მოგება იქნებოდა და ხელებზე სპეციალურ მაგნეზიას ისვავდა მაგ მომენტში და როდესაც გამოაცხადეს ლუკა და რომ შემოიხედა რომ საჯებს ესე ხელი ქონდათ გაშვერილი მისკენ და მოგებას იძლეოდნენ ფერი სხვა საერთოდ წაუხდა რა საყვაროდან ყველანაირი ფერი და საოცარი ემოციით რა აღარ იცოდა რა იქნა რომ ვერ წარმოიდგენდა რომ ესე მარტივესად აი გაჭირვების გარეშეც კი გავიდოდა ფინალში და მოიგებდა და გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი. და აი აქ ჩვენ უკასთან ვისაუბრეთ სირთულები რაც მას ჰქონდა. შენ როგორც მწვრთნელი თუ გაიხსენებდი ამ მსოფლიო ჩემპიონატის მზადების დროს რა გზა გაიარა და რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწიათ ერთობლივად? კი, რა თქმა უნდა, ცხადია გავიხსენებ. ეს არის გზა, რომელსაც თუნდაც ადამიანი, რომელიმე ადამიანი, რომელსაც გაივლის ამ ყველაფერს. შანსი არ აქვს დაავიწყოს ცხოვრების რაღაც ისეთ იმას უნდა მიაღწიოს, რომ დაივიწყოს. ეს გზა არ არის მარტივი, მაგრამ ყველაზე საუკეთესო შედეგი მოაქვს. მთავარია ჩადო შრომა, ღირსეული შრომა ჩადო ამ ყველაფერში. დიდი საშინელება და კატასტროფა არის ორგანიზმისათვის, როდესაც იკლებ დაახლოებით 5 კილოს, 10 კილოს, ლუკას შემთხვევაში ლუკამ დაიკლოვა 10 კილო, 12 კილო. 12 კილოგრამი დაიკლო და ემზადები საერთოდ არ გიწევს ყვება, ყველაფერი გენატრება საერთოდ აკრძალვი გაქვს საკმაოდ ძალიან ბევრი რამ, რომ არ შეგაწუხოს, არ გახდეთ ცუდად შეჯიბრზე, მე მიდიხარ პარანოიში პლუს მნიშვნელოვან საკითხს შევეხები, მაგრამ აცლი შენს ორგანიზმს ცხიმებს, ნახშირწყლებს, ფიტავ ყველანაირად და მიდიხარ და ემზადები ზუსტად ერთი წამისათვის. როცა ისმის მსაჯის სიტყვები. Ready go. იწყება მოძრაობა და ზუსტად წამის მიასეთში ალბათ 10 წამამდე სრულდება შენი მოძრაობა და იქვე დგინდება ის რომ გამარჯვებული ხარ თუ არა. და აი ამ ნაწილში ალბათ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მზადყოფნა. როგორია ფსიქოლოგიურად თქვენი მხარდაჭერა მონაწილეების მიმართ? საერთოდ, როდესაც ადამიანი შედის დარბაზში, ყველაზე დიდი როლი უნდა მიანიჭოს, როგორც მწვრთნელმა ფსიქოლოგიას. ფსიქოლოგია ეს არის ყველაფერი ჩემთვის. ფსიქოლოგიურად შეგიძლია ადამიანს მოუგო მარტივად, შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს შენთვის, მაგრამ ფსიქოლოგიური საკითხის მიდგომის შეცვლით ძალიან მარტივად დამარცხო ის. მაგალითად, ჩემს პრაქტიკაში უშუალოდ მქონია ის, რომ ჩემზე ბევრად ძლიერი შეხვედრია, მაგრამ იმდენად გამოვიყვანე წყობილებიდან, რომ შემდეგ ამით მე მოუგე და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ადამიანი მოსწავლე ისე დამუშავდეს ფსიქოლოგიურად, რომ როდესაც მიმომაგიდესთან დადგება, ჩვეულებრივად შეეტყოს სახეს, რომ ის მზად არის ყველაფრისათვის. თორე ადამიანი მოდის მაგიდასთან, ნებისმიერი ძალიან ხშირი შემთხვევაში ვინახავს, რომ ეტყობა, რომ როგორი დაბნეულია. ნებისმიერი ადამიანი ავიღოთ ნებისმიერ სპორტში, რომ მზად არ არის და ის ემოციებისგან განკალებს, რომ აი ესე მიდის ადამიანი თავდაჯერებით და აკეთებს თავის გასაკეთებებს და თავისთავად ამის მოლოდინიც და შედეგიც გამარჯვება. ლუკასთან გადავალ მკითხვით, ლუკა, როგორია შენი ყოველდღიური რეჟიმი, იმიტომ რომ ზოგადად ამბობენ, როდესაც სპორტის სამყაროში ხარ, საკმაოდ რთულია ასევე სწავლა შეეჭიდო. როგორ არ ხერხებ აი ამ ორი მნიშვნელოვანი საკითხის ერთად შეთანაწყობას? დაითანხმებით, რომ რთულია ახლაც სწავლა და ვარჯიში ერთად, მაგრამ მაინც ჩემი აზრით განათლება უპირველეს ყოვლისა არის და ერთმანეთთან შეთანხმებით მაინც ვახერხება. Spartans, prepare for glory! Yeah, yo, Holyfield. Hey, you next! We Spartans never retreat. Spartans never surrender. And by Spartan law, we will stand and fight. Fight left. სწავლასაც და ვარჯიშსაც ერთი. როგორია შენი მეგობრების და შენი თანაკლასელობის მხარდაჭერა? როდესაც სოფლიო ჩემპიონატი მოიგე და გავხდი ჩემპიონი, ყველა თითოეულ მეგობარს ძალიან გავუხარდა და ამაყობდნენ ჩემით. ასევე დახვედრაც მომიწყეს სკოლაშიც და ყველა ძალიან უხარშდა და ყველა ჩემს სახელს მივიდა. ძალიან კარგი. და ყველაზე მეტად რა გეხმარება და რა გაძლევს мотиваციას იმისთვის, რომ აი აქ არ გაჩერდე და შენი კარიერული წინსვლა ყოველ წლიურად გაუმჯობესო? мотивაციას მაძლევენ ჩემი ოპონენტები და ყოველ ვარჯიშზე უფიქრდები ხოლმე იმას, რომ შეიძლება როდესაც მე ვისვენებ, ისინი ვარჯიშობენ და უფრო ძლიერდებიან ჩემზე მეტად. ამიტომ არ ვაცნენ ხოლმე ვარჯიშებს და თავდაუზოგავად ვარჯიშობ და ვიხარჯები ხოლმე. როგორია თქვენი ურთიერთობა? მწვრთნელის ვკითხავ,
აი, პირველ რიგში შენ გკითხავ, არის თუ არა მკაცრი და არის თუ არა მეგობრული. როგორი ურთიერთობა გაქვთ, იმიტომ რომ ეხლა რო გიყურებთ, საკმაოდ გონია რომ ძმაკაცები ხარ და უკვე დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ. დარბაზში უდგებით ერთმანეთს როგორც მწვრთნელი და მოსწავლე, ხოლო დარბაზის გარეთ ვართ მეგობრები და ვახლობთ კარგად ვართ ერთმანეთთან. თქვენ რას გეტყვით? ზოგადად საერთოდ ჩემი მიდგომა დარბაზთან დაკავშირებით საერთოდ პროფესია არის პროფესია, საქმე უნდა გაკეთდეს აუცილებლად. ის არ მაინტერესებს ჩემი ნათესავები ბიძაშვილი ან იგი გააკეთოს. თუნდაც რაც არ უნდა დაგვიждდეს, უნდა გააკეთოს ის. იმისთვის არის დარბაზში მოსული, რომ უნდა გამვითარდეს ფიზიკურად, პიროვნულად და მოუტანოს შედეგი საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახს. მერე დარბაზს და მერე თან საქართველოს და ასე შემდეგ. ესე არის. მოსწავლეთა უმეტესობა ვინსთანაც ურთიერთობა მქონია და მაქვს ეს ჩვეულებრივ მეგობრობ, მათთან კარგი ურთიერთობები გვაქვს. საერთოდ ამის გარდა დავდივართ ლაშქრობაზე, ვნადირობთ ერთად, თევზზე ვაქვთ, ოფროუდზე დავდივართ, ყველაფერს ვახერხებთ, რაც შეიძლება სამეგობრო წრემ გააკეთოს და საუკეთესო გუნდი ჩამოაყალიბოს და საუკეთესო მეგობრები გახდნენ ერთმანეთს. და მგონია ის, რომ ადამიანი, რომელიც სპორტში არის განსაკუთრებით და თან წარმატებულია და წესიერი ადამიანია, ესეთი ადამიანები ყოველთვის უნდა იყვნენ ერთად და ახლოს. იმიტომ რომ ისინი ცუდს ვერაფერს ვერ გააკეთებენ გარდა ერთისა, კარგისა და ჩემპიონობის მომტანისა. ჩემპიონს რო ვკითხოთ, ვინ ყავს მისაბაძი პერსონა ამ სფეროში? ჩემთვის მისაბაძი ადამიანი არის ეს კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველა ის დიდი ბუმერაზი კლავჭიდელი, რომლებიც დღესდღეობით ასპარეზობენ მსოფლიოს მასშტაბით და ამდიან ის თვესთვის საკვალიფიკაციო ტურნირებს. ვიცი რაკსაც გადიან ისინი, საერთოდ გზასაც გადიან და დიდ პატივს რა სამომავლო გეგმები გაქვს მომავალში? აპირებთ თუ არა გაგრძელებას ამ სპორტში, რომ უფრო მძლავრად მოიკიდო ფეხი და უახლოეს მომავალში გაქვს თუ არა კიდე რაიმე მსგავსი შეჯიბრება, რომლისთვისაც ემზადები? გეგმები დიდი მაქვს, ვაპირებ რომ გავაცნო ჩვენი თავი, ჩვენი კუთხე, თელს ქვეყანას და თელს მსოფლიოს. მომავალში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი, სადაც ვაპირებ გასვლას და გამარჯვებას, რა თქმა უნდა. მინდა წარმატებები გისურვო. და ბოლოს რა სიტყვადი შენს თანატოლებს? იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, როდესაც საკუთარი ასაკობრივი კატეგორიიდან იღები მოტივაციას იმისთვის, რომ გაუჩინო მეტი ინტერესი სპორტის მიმართულებით. დღესდღეობით საკმაოდ, ასე ვთქვათ, არც თუ ისე პოპულარულია სპორტი ჩვენს რეალობაში და რა სიტყვადი თანატოლებს? თანატოლებს ვეთყოდი იმას, რომ თუ მიზანი გაქვთ, თავი არ დახარჯოთ, იშრომით ბევრი, დაიცავით დისციპლინა და ყველაფერი გამოგიგებთ. თქვენ ბატონო გაგარას ეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ სურთ თუ არა ზოგადად სპორტით დაკავება და განსაკუთრებით კლავჭიდის მიმართულებით, იმიტომ რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მშობლები ამბობენ, რომ აი ჭიდაობაზე არ მევიყვან, იმიტომ რომ იქ ბავშვს ცემენ, რაღაცა დაზიანებას მიიღებს და ხშირად მშობლები თავს არიდებენ ხოლმე, თუნდაც პატარა ასაკიდან ბავშვები სპორტით დააკავონ. რა რჩევას მისცემდით მათ და ასევე მათ, ვინც უკვე სპორტში გადაწყვეტეს, რომ საკუთარი ძალები მოსიჯან? საერთოდ დავიწყებთ იქიდან, როგორ უნდა შევარჩიოთ საკუთარი ბავშვი, რომელიმე სპორტზე შევიყვანოთ და როგორ უნდა გამოვიცნოთ დაახლოებით პატარა სეკრეტს განვიხილავ ჩემი მხრიდან. პირველ რიგში მისი გენეტიკა უნდა გავსაზღვროთ ბავშვის, დაახლოებით მონაცემები, რა სირთულეების წინაღობა შეუძლია რომ გადალახოს და რა თქმა უნდა, როგორი ხასიათი აქვს ბავშვს და რამდენად დაუდგება თუ არა მშობელი გვერდით. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი, რომელიც გადაწყვიტავს თვითონ, რომ უნდა მაგალითად კლავჭიდი, თუ მშობელი ეტყვის, რომ არა, რა თქმა უნდა, ხელი ვერ შეეწყობა და ვერ იბლის. არ და შეიძლება დიდი მომავალი გქონდეს ამ სპორტში, თუნდაც ფეხბურთში, თუნდაც კალათბურთში და ასე შემდეგ. ეს არის გასათვალისწინებელი. საერთოდ ძველი თაობის ხალხს, აი ჩემი მშობლების ხალხს, დღესაც მე რო გავიხსენებ საკუთარ თავზე, არასდროს არ მქონდა ხოლმე მათგან მოტივაცია, რომ აი მოდი რა, იცი რა, სპორტს გაყევი და ჩამოყალიბდეს ის. მოტივაცია მე თვითონ ვიპოვე საკუთარ თავში.
განსაკუთრებით და მე თავისთავად შემიდები მეხმარებოდნენ მაგაში ყველაფერში და ეტაპობრივად მივახცე დამოუკიდებლად მოვიტანე აქამდე ყველაფერი ეს. ბავშვს სანამ გადავწყვიტებთ რომ სპორტში ჩავერთოთ, რა თქმა უნდა, ბევრი სახის სპორტი არსებობს საერთოდ რა, რომ გადავხედოთ. რა თქმა უნდა შეურჩიო სპორტის ის სახეობა, სადაც ყურადღებას აქცევენ დაახლოებით რა და თავდაპირველად დაცულია ბავშვი ბევრი ტრამვისაგან. ანუ არ უნდა შევტანოთ ბავშვი თავიდან ისეთ სპორტებში, რომ აი მაგალითად ფეხი მოიტეხოს, თავი გაიტეხოს და ასე შემდეგ. ეტაპობრივად თორე არსებობს ბავშვების კატეგორია, როდესაც შეიყვან მაგალითად სპორტის სახეობა რაგბზე, იმ წუთშივე შეძულდება. იმიტომ რომ ის არ არის მისი ორგანიზმი მომზადებული და მობილიზებული შეჭიდებას, სირთულეების გადაკიდებას. ხანახა ბევრი მშობელი მინახია, რომ აი ჩემი შვილი ჯანზია და მოდი ეხა ამას გავზრდი იმისთვის რა ქვია რაგბისთვის და ყველას დაამტრევს და მინახია ზუსტად ერთ კვირაში უკვე გამოსულები. ეს არაფერს ანიშნავს. ფსიქოლოგიური მიდგომა, დამუშავება ბავშვის ერთი და ეტაპობრივად ნელ-ნელა საფეხურებზე გადასვლას მოიცავს, რა თქმა უნდა. ბავშვი შეგვიძლია დავაკავოთ დაახლოებით 10 წლიდან, თავისთავად განმეორდები ის, რომ უნდა უწყოდეს თავისი გენეტიკა ხელს. რამდენად არის ფსიქოლოგიურად მზად, რომ ჩაერთოს სპორტში. სპორტი ის ხო არ არის, რომ აი მაგათად დავუდოთ გაკვეთილები და ვასწავლოთ და ასე შემდეგ. სპორტი არის ფიზიკური განვითარება, იმიტომ რომ თითოეულ გაკვეთილს, ჩატარებულ გაკვეთილს იმხელა მნიშვნელობა გააჩნია, რომ შესაძლებელია სამომავლოდ ძალიან ცუდად განუვითაროთ ის კუნთი, რომელიც შემდეგ ძალიან ისეთ ტრამას გამოგვიწევს. ამიტომ მშობლებმა უნდა დააკვირდნენ ამ ყველაფერს და კარგად შეხედონ. უნდა აირჩიონ შესაბამისი მწვრთნელი, სერტიფიცირებული მწვრთნელი თავისთავად, რომელსაც გამოცდილება აქვს, შესაბამისი ყურადღებიანია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მადლობა. ძალიან მიხარია რომ გაგიცანით. მიხარია რომ ჩემი გადაცემის სტუმრები იყავით. მინდა წარმატებები გისურვო, არა მარტო მიმდინარე წელს, მომდევნო წლებშიც იგივე ტიტული შეგენარჩუნებინას. წარმატება თქვენ საქმიანობას, მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ძალიან მადლობა თქვენს. მადლობა. Got to get hand control, maybe change his style just a little bit in order to help him keep his elbow down on the pad. You see the second referee. Oh, look at, he's got full hand control. Referees are calling a foul in the losing position. I'm not sure if it was an elbow foul or intentional slip, but it was a losing position. That means that Georgia got it back. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნებთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ილუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.